IT Tech, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრი საქართველოში. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო, ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი, ტრადიციულად სერგო ავსეჯანიშვილი ვარ. მოკლედ, დღეს ცოტა ისეთი განსხვავებული და ექსკლუზიური პოდკასტი გვექნება. და გუშინ სხვათა შორის დავესწარი მე ძალიან საინტერესო ღონისძიებას, გაფორმდა ძალიან მასშტაბური მემორანდუმი და ამ მემორანდუმმა რეალურად ერთ სივრცეში გააერთიანა ძალიან ბევრი საინტერესო და ძლიერი მოთამაშე, როგორებიც არის ჩამოგითვლით. კომპანია ბადაგონი, რეალურად საქართველოში ნომერ პირველი ღვინის კომპანია, რომელიც რეალურად ღვინოს დიდი ხანია გაცდა, ასე ვთქვა და უკვე სხვა მიმართულებით, შეგვიძლია ჰოლდინგიც უწოდოთ, სხვა მიმართულებითაც საკმაოდ საინტერესოდ აქტიურობს და ვითარდება. Windham Hotels and Resort, რომელიც წარმოადგენს სოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სასტუმროების ქსელს, რომელიც წარმოდგენილია 95 ქვეყანაში და მართვაში აქვს 9000-ზე მეტი სასტუმრო. არის კომპანია Leap Motors, რომელიც წარმოადგენს ელექტრომობილების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია გიგანტს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 5.9 მილიარდი დოლარია. მოკლედ, აი ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესოდ გავშლით, ასე ვთქვათ, ამ თემას და ჩემი სტუმრები არიან დღევანდელი ჩვენი პოდკასტის, ეს არის ბატონი გიორგი სალაყაია, კომპანია ბადაგონის სულისჩამდგმელი და დამფუძნებელი, მოგესალმებით, გიორგი. და ბატონი იციქ მოშე, საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი. მოგესალმებით. ძვირფასო ბატონებო, მოკლედ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ Business Space-ში ვშლით ამ თემას და ექსკლუზიურად ჩვენ საზოგადოებას, როგორც ბიზნეს საზოგადოებას, ისე ზოგადად მოსახლეობას მივაწვით ინფორმაციას ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ. და ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყებ, მოკლედ, ხო, გაფორმდა ესეთი მასშტაბური მემორანდუმი და მოდით აი პირდაპირ თქვათ, რას ნიშნავს ეს მემორანდუმი და ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რას ნიშნავს ეს ბადაგონისთვის და ამავდროულად რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან ღირსშესანიშნავ დღეზე გვექნება დღეს საუბარი, რაზეც ისე მადლობას გიხდით. მოგეხსენებათ, რომ ბადაგონი წარმოადგენს ღვინის წარმოებელ კომპანიას, წელს სხვათა შორის საიუბილეო წელია ჩვენი დაარსებიდან 20 წლის თავი და ძალიან ბევრი მასშტაბური ღონისძიება გვაქვს ამ წელთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დაიწყო და გუშინ უკვე მთლიანად საფუძველი ჩაეყარა და რაც თავარია უკვე ფაქტი, რომ გაფორმდა მემორანდუმი სოფლიოში უძლიერეს კომპანიასთან, Windham-თან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ უკვე ვერ ვიტყვი, რომ პირველი ნაბიჯები უკვე საკმაოდ დაახლოებით 7-8 წელია ამ სასტუმროების და სტუმართმოწყობის მიმართულებით კომპანია ვითარდება, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი, ძალიან სენსიტიური, ძალიან ფართო და ბევრის მომცველი პროექტი უკვე ფინალურ ფაზაშია. ეს არის, ეს შეეხება ალავერდი რეზორტს, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ექსპლუატაციაში უახლოეს დღეებში შევა პირველ სატესტო რეჟიმში და ისეთი მაღალი დიდი გახსნას ჩვენ ვარაუდობთ ზუსტად იმ სადღესასწაულო დღეებში, რაც ბადაგონის იუბილესთან დაკავშირებით არის დაახლოებით სექტემბრის თვეში. ამ მოწვეული ხართ უკვე. მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყეს გვაძლევს ის განწყობა, რომელიც ამ ბოლო თვეებში შეიქმნა, როგორც კი ფინალურ ფაზაში შედიოდა უკვე ეს გრანდიოზული პროექტი ჩვენთვის, სწორედ პირველი, ვინც გამოჩნდა და ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვა, ეს იყო
ესეთი ცნობილი ბრენდი ეს არის ვინდამი, რომელსაც ბატონი ციკი უფრო ბევრ მოგიყვებათ მათ შესახებ და იმ სტატისტიკის შესახებ, რასაც წარმოადგენს ეს კომპანია. ეს იყო ჩვენთვის ერთი მხრივ მოულოდნელი, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მოსალოდნელი იმ კუთხით, რომ იმ პროექტში, რომელსაც ალავერდი რეზორტი ქვია, იქ რაღაც თავისი უნიკალურობით ნამდვილად დიდი ინტერესი გამოიწვია უკვე შეიძლება ითქვას მსოფლიო მასშტაბით. უნიკალურია ის გამომდინარე თვითონ არქიტექტურიდან, კონცეფციიდან არის აბსოლუტურად განსხვავებული, არის მთლიანად მორგებული ადამიანებს როგორც პილიგრიმ ტურებისთვის, ისე ადამიანებისთვის პირდაპირ მიზიდულობა აქვს ტურიზმის კუთხით, იმიტომ რომ ვართ პირველ რიგში ისეთი ჩვენი სათაყვანებელი მონასტრის მიმდებარედ, ალავერდის მიმდებარედ, ამას გარდა ვართ გასაყარზე გზის თუშეთის მიმართულებით და არის ძალიან დიდი ინტერესი ამ სასტუმროს მიმართ ადამიანების, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ ჩვენ თანამოქალაქეებს ეს რეგიონი. ამ ყველაფერმა ვფიქრობთ, რომ თავისი გამოიღო და პირველი ესეთი სოლიდური წინადადება ჩვენ მივიღეთ ვინდამიდან. გუშინ უკვე ოფიციალურად ხელი მოეწერა იმ მემორანდუმს, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბრენდის ქვეშ უკვე განვავითაროთ ეს ბიზნესი. მაგრამ განვითარება უკვე უფრო მასშტაბური სახე მიიღო, გამომდინარე იმით, რომ უკვე არ შემოიფარგლება ეს პროექტი მხოლოდ ერთი სასტუმროთი, აქ არის ასეთ რეზიდენსზე საუბარი, რომელიც დაახლოებით 300 ნომერი იქნება მომავალში განსაზღვრული, თავისი საცხოვრებელი კემპინგებით, თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც აქ ირგვლივ განვითარდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე ზუსტად გადავალთ ამ ფაზაში. ასევე ჩვენი ესეთი დამეგობრების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ ვინდამმა გამოთქვა სურვილი ჩვენს საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებით ბონიჭალაში, გარდაბნის რაიონი ბონიჭალა მოგეხსენებათ, რომ ძალიან პოპულარული ხდება ამ კუთხით. ნამდვილად მადლობა, რომ საოცრად მასშტაბურმა პროექტმა გახადა მიმზიდველი ეს რაიონი. და სწორედ მათ გამოთქვეს სურვილი უკვე ამ ტერიტორიაზე რომ მოხდეს აშენება დაახლოებით 20,000 კვადრატული ფართობი, როგორც სასტუმროს ნაწილი, ისე ბიზნეს ცენტრი, თავისი ყველა ინფრასტრუქტურით და სწორედ ამ შეთანხმებასაც გუშინ იქნა მოწერილი ხელი. ფოტოში საქმეა აქცენტი გაუსვა იმას, რომ ამ კომპლექსიდან მოკლედ აი ფანჯრის გაღებისას ფაქტიურად არის სრული პროექტი ჩანს, ხო? ანუ იმდენად ახლოს არის ამ პროექტთან. ნამდვილად ეს არის პირდაპირ კარიბჭე ამ ტერიტორიაზე მოსახვედრად და სწორედ ეს ორი ასეთი გიგანტის ერთად ყოფნა კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის იმ რაიონს. ესე რა იყო ყველაზე რთული ამ ქსელთან, ანუ ამ ხელა გიგანტებთან შეთანხმება? გეტყვით, რომ იმდენად დარწმუნებული ვიყავით ჩვენ პროექტში, მის უნიკალურობაში და ვიცოდით რა ვინდამის დამოკიდებულებაც, მათ აქვს ბევრი სხვადასხვა ხაზი, რომლებიც მორგებულია თითქმის ყველა სოციალურ კუთხეს ტურიზმის კუთხით და ზუსტად ვიცოდით, რომ თუ ვინდამი არა აუცილებლად დაინტერესდებოდა რომელიმე ცნობილი კომპანია და ვინდამა მართლა დაასწრო ყველას, ვეთყოდი და საკმაოდ იოლად ჩატარდა ის პროცესი მოლაპარაკებების, რომლებიც მოგვიყვანა გუშინდელ შედეგამდე. რამხელა ინვესტიციაზეა საუბარი ბატონო? რაც შეეხება ინვესტიციას, ბატონი ციკიც მოგახსენებთ, აქ არის საუბარი არა მარტო
ვინდამის მხრიდან, აქ არის ბევრი ისრაელის ბიზნესის დიდი ინტერესი არის ჩინური კომპანიის ინტერესი, რომელიც სწორედ პროვინციალში აპირებს მის ასე ვთქვათ სარეალიზაციო შოურუმს და მთლიანად მის ცენტრის აშენებას ვინდამთან ერთად და ინვესტიციას საკმაოდ მაღალია, ეს არის დაახლოებით 100 მილიონამდე, რომელიც მოიცავს ორივე პროექტს, როგორც კახეთისას, ისე პოლიჭალისას და აცვდავარია ძალიან მალე დაიწყება უკვე პროექტირების სამუშაოები პოლიჭალის კუთხით, ალავერდის თემა მთლიანად დაძრული არის რეზიდენციის კუთხით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე განხორციელდება ეს პროექტი. ესე ერთ კითხვასაც და მე გადმოვავსებთ თქვენთან ამბობთ. ანუ რა უპირატესობას აძლევს რეალურად ახლა აი ალავერდის რეზორტს ამ შემთხვევაში, როცა ჩაერთვება ამ ხელა ქსელში? თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ 9000-ზე მეტი სასტუმროს ეს არის ძალიან დიდი პლუსი დღეს ჩვენთვის. ჩვენ როდესაც პრაქტიკულად სასტუმრო იწყებს ნოლიდან საუკეთესო პირობებით კიდე გამომეორდებით და თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი დიზაინით, თავისი მომსახურებით, სტაფით, რა ვიცი, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ერთადერთი რაც აკლდა ამ პროექტს ეს იყო საერთაშორისო ცნობადობა, რითაც ძალიან ჩქარდება ამ პროცესში, ძალიან ჩქარდება ეს მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გაყიდვები ქვია ეს ნაწილი. იმიტომ რომ ვინდამს გააჩნია ძალიან დიდი ქსელი, აქვს თავისი ლოიალური სისტემა, თავისი მომხმარებლების მიმართ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანები, რომლებიც საერთოდ საქართველოში წარფიქრობდნენ დასასვენებლად ჩამოსვლას, იმ ადამიანებისთვისაც სწორად იქნება მიწოდებული ჩვენი ქვეყნის შესახებ პირველ რიგში და მე უკვე ამ სასტუმროს მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდება და ეს არის დამატებითი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ბენეფიტი, რომელიც შემოვა უკვე ვინდამის დახმარებით. ძალიან დიდი მადლობა ვრცელი პასუხისთვის. ბატონო ისა, როდის გიხდით მოკლედ ცოტა მე მგონი მოიწყინეთ ცოტა. ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა. ნედანს გძნობს ამ საქმეს და იცის და ბატონო ისა, მოკლედ თქვენ პირადადაც და ორგანიზაცია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა უკვე წლებია, მოკლედ არის ფაქტიურად ხიდი ორ ქვეყანას შორის ბიზნესის და ინვესტიციების მიმართულებით, ხო? მე მინდა დავყო ჩვენი ეხლა ჩემი კითხვა ხო ერთის მხრივ მე მინდა რომ ამ კონკრეტულ პროექტზე ვისაუბროთ და ამ შემთხვევაში ჩვენი კონტრიბუციაც ასე ვთქვათ შევაფასოთ ხო ანუ გავიაროთ ეს ყველაფერი და თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თქვენ ხართ ფაქტიურად ხმა იმ ინვესტორების და ხედავთ გესმით და გძნობთ ზუსტად როგორ უყურებენ ამ შემთხვევაში საქართველოს და მეორეს მხრივ რა კლიმატია დღეს საქართველოში თქვენი შეფასებით ხო აი საინვესტიციო კუთხით გამარჯობა კიდევ ერთხელ. ეხლა მე მინდა მაინც შესავალი გავაკეთო, ვინაიდან ჩემთვის ძალიან მარტივი არის, მიუხედავად სირთულეებისა, ანალიზი გავაკეთო. то ერთი მხრივ ვარ საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და ეს 30 წელი ჩვენ უკვე ვიცით რა ხდება ქვეყნებს შორის, ამ პულსზე ვაკონტროლებთ პულს და მეორე ვარ ისრაელის სახლის თავმჯდომარე, რომელიც მუშაობს 30 ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მარტივად შემიძლია საქართველოს გარედანაც დავინახო. ესე იგი მე მინდა ვისესხო ბიბლიური რაღაც ისტორიები არსებობს 7 წელი ცუდი და მე რიცხება კარგი 7 წელი ჩვენ ვართ პირველი 7 წლის ბოლოში ეს იწყება კორონადან მის შემდეგ კრიზისები მსოფლიოში ომები გლობალური ანტისემიტიზმი და ამიტომ ჩვენ გვჯერა რომ ჩვენ გავდივართ ბოლოში და ღმერთმა ქნას რომ ტერორიც მოისპოს მსოფლიოში და მე მჯერა რომ საქართველოს მიმართ დაიწყება ძალიან დიდი ინტერესი. ყველაფერი ცხოვრებაში ხდება თავის დროზე, ტაიმინგი არის მართალი, ვინაიდან 500 ოთახის გაკეთება. ბადაგონის მიერ და შერწყმა ვინდამთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავიწყოთ საქართველოსთან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უკვე არის ქვეყანა, სადაც არა მარტო ბეტონით და რკინით აკეთებენ შენობებს, არამედ ეს არის სხვა ხარისხი, სხვა სტანდარტი და საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ არის ხუთვარსკვლავიანი ქვეყანა. ამ გაგებით როგორც უყურებს ამას ინვესტორი. ჩვენ ვაკეთებთ 21 ივლისს
ბიზნეს ფორუმს ისრაელში და მინდა გითხრათ რომ ჯერ რეკლამაც არ გაიუკეთებია და 300 ადამიანი უკვე ჩაეწერა და ერთ-ერთი თემა იქნება ამ ბიზნეს ფორუმზე საქართველოში პოტენციალი და ის ვინდამი რომელიც ძალიან მოქნილი კომპანია არის და მისი შემოსვლა და გაფართოება საქართველოში. ეს არის ბრენდი, რომელიც პირველი მე შევხვდი, როდესაც ჩამოვიდნენ საქართველოში, თითქმის 40-მდე სასტუმრო და სასტუმრო აპარტამენტი აქვს. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ეს არის მნიშვნელოვანი ტურისტისთვის და მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ისრაელიდან წლიური ზრდა არის თითქმის 30%. ეს არის დაუჯერებელი, ეს არის თითქმის 500%-ზე მეტი, რაც არის მსოფლიოს საშუალო ციფრი. ამ წელს ველოდებით 500,000 ტურისტზე მეტ, ეს არის კონტრიბუცია საქართველოში ისრაელიდან $700 მილიონი. ამიტომ ეს სფერო ისრაელიდან განვითარდება. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც პირველად თქვი რომ ტელევიზიაში რომ ყოველ კვირაში იქნება ერთი ფრენა. მე მახსოვს როგორ სკეპტიკურად უყურებდნენ ამას ადამიანები და სეზონზე ბათუმში და თბილისში არის 10 ფრენა დღეში და მე მჯერა რომ 20 ფრენაც იქნება დღეში, ამიტომ ისრაელიდან ტურიზმი ვითარდება, ეს მიაღწევს მილიონ ადამიანსაც, ამიტომ ასეთი დონის სასტუმროები განსაკუთრებით კახეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც შეეხება მეორე სასტუმროს ბადაგონის მიერ, იქ იქნება უკვე ისრაელის ინვესტიცია, იქნება ისევ ჩინეთის და ქართული ინვესტიცია, ეს იქნება ვინდამ რეზიდენს, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ პროექტი რომელიც იქნება ალავერჩი, ეს არის პირველი ბრენდი ვინდამის დოლჩე. დოლჩე არის ბრენდი, რომელიც მე რამოდენიმე თვის წინ ვიყავი პარიზში, ვერსალში და იქ ვნახე დოლჩეს ბრენდი. ეს არის აწყობილი რეზიდენსზე, სასტუმროზე და დიდ საკონფერენციო დარბაზებზე. ამიტომ მე მჯერა რომ ალავერჩი ასეთ უნიკალურ ადგილზე დოლჩე იმუშავებს ძალიან კარგად, ვინაიდან ადამიანი რომელიც ჩამოდის პარიზიდან, ლონდონიდან ან იერუსალიმიდან, იმან უკვე იცის რომ დახვდება 5 ვარსკვლავიანი სტანდარტი. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს აადვილებს და ახლა ვინაიდან ვინდამს აქვს 9,000 თუ 10,000 სასტუმრო, მას აქვს დიდი საშუალება რომ მოიზიდოს თავისი კლიენტურა ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და კიდევ ერთი განსხვავება მინდა ვთქვა რომ რაც შეეკითხება ბატონ გოგის, ეს არის განსხვავება, როდესაც არის ბრენდი სასტუმრო და როდესაც არის ჩვეულებრივი სასტუმრო. ეს არის განსხვავება რომ თქვა კლიენტში თუ სტუმარში. მაღალი დონის სტანდარტი გავალდებულებს რომ ეს არ იყოს კლიენტი რომელიც მოდის, ფულს იხდის და მიდის. ის უნდა გახდეს სტუმარი და საქართველოში ამის გაკეთება ძალიან ადვილია, ვინაიდან ეს არის შინაგანი კულტურა, შინაგანი ტრადიცია და მე მჯერა რომ ასეთი ბრენდების შემოსვლა საქართველოში ეს გაზრდის ტურიზმის შემოსვლა საქართველოში და ძალიან საინტერესო არის. ჩვენ კიდევ გავაკეთეთ რამოდენიმე პროექტის პრეზენტაცია მხოლოდ ვინდამთან და სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც არიან ისრაელელი ინვესტორები. ალბათ თქვენ იცით რომ ჩვენ წარმოვადგინეთ 15 სასტუმრო, მათ შორის 9 არის საქართველოდან და 30% ბადაგონს ეკუთვნის. მე მჯერა რომ ეს არ იქნება ბადაგონის ბოლო 2 სასტუმრო, 5 ვარსკვლავიანი, ეს განვითარდება, ვინაიდან ამის გარეშეც ვითარდებოდა ბადაგონი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, არა მხოლოდ მეგობრები ვართ, არამედ ღვინოსთან დაკავშირებით, ბადაგონი აკეთებს ყველაზე მაღალი დონის ქოშერ ღვინოს საფერავს, რომელმაც 8 პრიზი მიიღო უკვე მსოფლიოში და ისრაელში ითვლება ერთ-ერთ მაღალი ხარისხის ღვინოდ. ძალიან დიდი მადლობა. მე აი ახლა დავაკვირდი თქვენსაც სიტყვას რა 5 ვარსკვლავიანი ქვეყანა ვართ, ხო? შევეხები მოკლედ აი ამ საერთაშორისო კონფლიქტებს, ხო? და რომელმაც გარკვეულწილად ეს ვექტორი, ხო, ყურადღების და ინტერესის, რომელიც იყო გარკვეულწილად აი პირობითად დუბაიზე მიმართული, ხო? და ნუ იქ რაღაცა ეს პატარა კონფლიქტებმა გარკვეულწილად რაღაცა რისკები შეძინა ამ ინვესტორებს, ხო? და ეს ვექტორი გარკვეულწილად გადმოიხარა საქართველოსკენ და ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რამდენად მზად არის დღეს საქართველო, რომ აი გუშინ ინვესტორი რომ ეძებდა, ასე ვთქვათ, უძრავქონებას დუბაიში, რამდენად მზად ვართ, რომ იგივე სერვისი, იგივე, ასე ვთქვათ, ფუფუნება შევთავაზოთ, რასაც თავაზობდა დუბაი. ესე იგი, მე რაც ვიცი ისრაელიდან არ არსებობს ტურისტი, რომელიც საქართველოში იყო და დაბრუნება არ უნდა ტურისტად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი, როგორც რესტორნებში. თქვათ, რესტორანი ფასდება იმით, რომ ადამიანი მოდის და იმის შემდეგ დაბრუნდება ისევ ამ რესტორანში. მე ვიცნობ ტურისტებს, ბიზნესმენებს, ყოფილ პარლამენტარებს, რომლებიც ყოველთვის ჩამოდიან საქართველოში და რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, არ მინდა კონკრეტულად დუბაი ვახსენო, მაგრამ
მინდა ვთქვა, რომ ბიზნეს ფორუმი, რომელსაც მე ვატარებ ახლა იერუსალიმში, ჩაწერილი არის ძალიან ბევრი ინვესტორი, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობდა და მინდა რომ საქართველოში მუშაობა დაიწყოს. საქართველოს მზად არის, ვინაიდან ფრენები არის, ქვეყანა განვითარებული არის, ხალხი არის ძალიან მაღალი დონის, კვება არის ძალიან კარგი და ის ღიმილი, რაც შეიძლება საქართველოში მიიღოს უცხოელმა, მეგონი ძალიან ბევრი ქვეყანაში უკვე არ არის. იყო ერთდროს, ეხლა არ არის და ამიტომ ეს პოტენციალი არის საქართველოს. სკოტოში თქვენის ნებართვით და მე ეს ნებართვა ავიღე იმ კომპანიისგანაც, ისეთ თემას ვეხებით, რომ ჩვენთან ეშვება, ეხლა თუ არ ვწდები 2 ივლისიდან ეშვება ფრენები, პირდაპირ ფრენები თელ-ავივის მიმართულებით, ანუ როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან. ეს არის კომპანია OneClick, ახალი ავიაკომპანია საქართველოში და ეგეც გარკვეულწილად ჩემი აზრით კიდევ ერთი სტიმული იქნება. თუნდაც რომ ანუ აქედანაც ჩავიდეს ხალხი, ასე ვთქვათ, ისრაელში და პირიქითაც, ხო? ანუ ის მოძრაობას უფრო გავახშირებთ, ასე ვთქვათ, ხო? მე ესეთ კითხვა მინდა დაგისვათ. ნახეთ, ახლა აი ვინჰამს რო ვისაუბროთ რა, ანუ 9000-ზე მეტი სასტუმრო, ხო? ძალიან დიდი გლობალური კომპანია, 95-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, ხო? აი, ამ შემთხვევაში რა დაინახა ვინჰემმა, მოდით აი ბადაგონში, აი ესეთ სტრატეგიულ პარტნიორად არჩევისას. ესე იგი, როდესაც ვინდამი თქვა შედის რა პარამეტრებით შედის რომელიმე ქვეყანაში, თქვა იმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ლოკაცია როგორი არის და კონტენტი როგორი შინაარსი შეიძლება იყოს. და მეგონი ბადაგონს ყველაფერი აქვს, კონტენტი აქვს, ღვინო არის, წამყვანი ღვინო და ძალიან კარგი ხარისხის და ადგილები არის უნიკალური. მინდა გითხრა რომ თქვა ალავერდის ადგილი არის უნიკალური, ახლა მე მინდა კითხოთ, არის რომელიმე ტურისტი, რომელიც ეძებს ხარისხს, რომელიც კახეთში არ მიდის? ეს ყველა გადის. ამიტომ პირიქით მე მჯერა რომ მომავალ წლებში კახეთისკენ უფრო მეტი მოძრაობა იქნება ტურისტების და ეხლა მე რაც შეეხება 5 ვარსკვლავიან ქვეყანას და მე უფრო მეტსაც ვფიქრობ. მე მგონი თბილისი არის 7 ვარსკვლავიანი. მე პირადად ზემოგარ შეფასებაა. მე პირადად ვაშენებ აბანოთა უბანში უკვე რამოდენიმე წელია უნიკალურ პროექტს ურთულეს ადგილზე, რომელიც არის თბილისის და საქართველოს სახე და ეს დამოკიდებული არის ადამიანებზე, როგორ სასტუმროს აშენება უნდათ. მე მჯერა რომ ვარსკვლავიანის აშენება ძალიან მარტივი არის, უფრო იაფიც არის, მაგრამ ეს არის გამომდინარე ადამიანის ხარისხიდან. ხა მე ვერ წარმომიდგენია რომ ბადაგონმა გააკეთოს 3 ვარსკვლავიანი, ნუ გააკეთებს 5 ვარსკვლავიანს. არის ეს დიდი პოტენციალი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს და მე დაიწყოს, უნდა გამოსწორდეს პარალელურად. ინვესტორების მხარდაჭერა, ისე ვთქვათ, ინვესტორების მოზიდვა, ბიზნეს ფორუმების ჩატარება. ხა მე მჯერა რომ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის ორეროვანი ბიზნეს პალატა ან სავაჭრო პალატა, მან უნდა ჩაატაროს მინიმუმ 2 ბიზნეს ფორუმი. საქართველოს არის სხვა სიტუაციაში, ძალიან ბევრი ქვეყნების ქვემოთ ჩასვლა იწყება. საქართველოს დღეს შეუძლია განსაკუთრებით ამ 7 წლის შემდეგ გახდეს ლიდერი ქვეყანა. ამას ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ამას ჭირდება ბიზნეს ფორუმები, ამას ჭირდება ინვესტორების მხარდაჭერა და მე მჯერა რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა როგორც ცხოვრებაში, როგორც ტანგოში, 2 მხარე, ხო? ტანგოში უძლებელია ერთ ადამიანმა იცეკოს. როდესაც იქნება 2 მხრივი მუშაობა, მე მჯერა რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ყველაფრის. რომელ სექტორებს ხედავთ რა? ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტიურად რაღაც თითქმის ერთ სექტორზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხო? თუმცა ნუ ეს ინვესტიციები არ არის მარტო უძრავ ქონებაში, ხო, საქართველოში და აი რომელი ინდუსტრიებით არის, თუნდაც ეხლა თქვენი გამოცდილებით ინვესტორი დაინტერესებული საქართველოს შემოსვლით, გარდა უძრავი ქონებისა. ესე იგი მე მინდა რომ ვინაიდან საქართველოს ძალიან მიყვარს, ვაფასებ და განსაკუთრებით ადამიანები, მე მინდა რომ საქართველოში ეს ტერმინი წავშალო. რომელი სფეროთი არის ინვესტორი დაინტერესებული, მე არ მინდა ეს გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი არის. ვინაიდან ინვესტორს აქვს უდიდესი ალტერნატივა 200 ქვეყანაში. საქართველოს შეუძლია ყველა ქვეყანაში, ყველა სფეროში მოიზიდოს ინვესტორები. ამისაც უნდა ადგე, ჩაჯდე თვითმფრინავში, ჩახვიდე და ჩამოიყვანო. ახლა მინდა გითხრა ერთი მაგალითი. ტელ-ავივის ცენტრში არის 1,000,000 კვადრატული მეტრი ოფისები. ამ 1,000,000 კვადრატული მეტრიდან შეიძლება 1 თუ 2 ოფისი მუშაობს საქართველოში. და მე არ მინახავს ისრაელელი, რომელსაც ხდება ქართველი და მე მგონი ბატონი გოგი დამეთანხმება, რომელიც არ არის მზად რომ საქართველოს ჩამოვიდეს, ან რაღაც წინადადება მოისმინოს, ან ტურისტად ჩამოვიდეს, ხო? არის უდიდესი პოტენციალი. მხოლოდ ისრაელს რო შევეხოთ. ჰაი-ტექი, საიბერი, უძრავი ქონება, სასტუმროები, ყველა სფეროში.
ყველა სფეროში შეიძლება დაკოპირება და გადმოტანა საქართველოში. ამას სჭირდება აგრესიული მუშაობა, როგორც კომანდო. ეს არ არის თქვა, ხან ჩვენ საუბრობდით, რომ არიან ადამიანები სხვადასხვა სფეროში, მე არ მინდა შევეხო სფეროებს, რომლებიც ზიან და ამბობენ, რომ მუშაობა არ არის. მუშაობა სჭირდება ყოველდღიური აქტივობა, გადაფრენა, შეხვედრა, ჩამოყვანა და გაკეთება. ფანტასტიკური ქვეყანა არის, უდესი პოტენციალი არის და ყველაფერი შესაძლებელია. მე მახსოვს ქვეყანა, მე ვიყავი პირველი წარმომადგენელი 1990 წელში, ყველა სფეროში არის ცვლილება, ყველა სფეროში არის უდიდესი წინსვლა. მაგალითად, რაც დღემდე მოხდა იმ პერიოდიდან, როდესაც შუქი არ იყო საქართველოში, დღემდე უფრო დიდი მანძილი არის, ვიდრე დღეიდან გახდა წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში. ამაში დება მხოლოდ მუშაობა. ისე ჩვენგან რამდენ არის რა, საქართველოში, ქართველების მხრიდან რამდენად არის ინტერესი ამ შემთხვევაში ისრაელის მიმართულებით ინვესტირებაზე? არის ესეთი პროცესი? ესე იგი მე ზუსტად 2 დღის წინ ყავდა სტუმარი, მე და ბატონი გოგი შევხვდით ერთად. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ჭირდება მოგვარება ისევ ორმხრივად. მე მგონი დღევანდელ დღესაც თუ შემეკითხები რა არის ყველაზე დიდი პრობლემა მიუხედავად ბევრი საქმე რაც კეთება საქართველოს და ისრაელის შორის, პრობლემა არის რომ არც ერთმა ქვეყანა მეორე არ იცის. დღევანდელ დღესაც რჩება პრობლემა. საქართველოს ბოლომდე არ იცის ისრაელის პოტენციალი. ახლა ჩვენ ცოტა ობიექტურადაც ვიტყვი და არა ობიექტურადაც, რომ ისრაელი მე მჯერა რომ ომის შემდეგ გამოვა ძალიან ძლიერი, გახდება ისრაელის მიმართ რიგები ბევრი ქვეყნიდან, როდესაც საქართველოს შეუძლია რიგის გარეშე შევიდეს, ხო? და ამას ჭირდება მუშაობა. თქვა, ამის შემდეგ ესე ისრაელის უფრო მეტი ცოდნა საქართველოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დავიწყოთ აქედან, ხო? სამუშაო ვიზები და ასევე გადავიდეთ ტურისტულ საკითხებზე, ხო? ჩვენ გვყავდა ახლა სტუმარი, რომელიც ქნესეთში აკეთებს კომიტეტს, როგორ შეიძლება შემუშაოთ მეთოდიკა, რომ ტურისტი შევიდეს ერთ წუთში ისრაელში და ამით გავაკეთოთ განსხვავება ტურისტული მგზავრებისა და ვინც მიდის სამუშაოდ, ხო? როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ ეს გავყოთ, ძალიან მარტივი იქნება, რომ ვიმუშაოთ ცალკე, ვინც სამუშაოდ მიდის და ვინც მიდის ტურისტად. და ეს ყველაფერი კეთება, როდესაც გაქვს დიდი ინტერესი, როდესაც იცი მეორე ქვეყანა უფრო კარგად და როდესაც მუშაობა მისთვის. ამიტომ მე ჩვენ არ ვჩერდებით. საერთოდ ზოგადად ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ იყოს რომელიმე NGO-ს უფროსი, თქვა მას არანაირ უფლება არ აქვს, რომ დავიღალე, ან ეს გუშინ გავაკეთე. ჩვენ დგებით დილით და ყოველ დღე ვიწყებთ ყველა თემებს თავიდან. ყველა საკითხი ეს არის ინვესტორის დაჯერება, საქართველოს გაპიარება, ისრაელის გაპიარება, თანამშრომლობა თითქმის ყოველ დღე იგივე ენერგიით ამას ვაკეთებთ. როდესაც იქნება რაღაც ენერგიის დაქვეითება, ჩვენ თამაშიდან გავალთ. ამიტომ რო ხარ საზოგადო მოღვაწე, მე ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკას არ ვეხები, როდესაც გინდა რომ რაღაც გააკეთო, არ შეიძლება რომ დაიღალო. ყოველ დღე და ყოველ დღე მაქვს ერთ საქმიანი შეხვედრა ბადაგონში. ყოველ დღე. და სასიამოვნოა ბადაგონში შეხვედრები. უღრესი მადლობა პასუხებისთვის. ბატონო გოგი, მოკლედ მე მინდა რომ აი რაღაც გარკვეულ წილად უფრო მეტი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ზოგადად ბადაგონის ამ შემთხვევაში უკვე ჰოლდინგის შესახებ რა, ანუ აი თქვენი გამოცდილების შესახებ, სხვათა შორის გუში რო ვესწრებოდი ამ შეხვედრას, გადიოდა ფონად, ხო და ანუ იქ დავინახე კიდე ესეთი ბევრი მიმართულებები, რომელიც არ მქონდა უბრალოდ ინფორმაცია და ანუ ძალიან დიდი ჰოლდინგია, ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო პარტნიორით, ესეთი გლობალური ბრენდებით, რომელიც უკვე ვისაუბრეთ და აი თქვენს რო დაამატოთ საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ესეთი კომპანიები, ანუ თქვენ ბადაგონისავით, ხო, რომელიც ფაქტიურად თქვენ ამბასადორები ხართ, ეხლა ჩვენი ქვეყნის, ხო, ერთის მხრივ ღვინო გადის ექსპორტზე და ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ხართ, ხო, საქართველოში და ნუ პლუს უკვე სტუმართ მასპინძლობის, ასე ვთქვათ, ინდუსტრიაშიც აქტიურობთ რა და აი შრო შევაფასოთ ზოგადად ეს ბადაგონის ჰოლდინგი რა, ოღონდ სიტყვით. დიდი მადლობა. შესაძლებლობისთვის ჩვენი იცით რომ თავარი ღერძი როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს არის მისი აღმატებულება ღვინო რომელმაც რაღაც განსაკუთრებულად შეგვაყვარა თავი უკვე ჩვენ თაობას უკვე შემდგომ თაობებს და ბადაგონი ზუსტად დაფუძნდა და შეიქმნა იმ ისტორიულ ადგილას სადაც ქართულ მეღვინეობას აქვს ზუსტად ის 8000 წლიანი ისტორია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ საქმეში ასეთი დაწყება და როგორც ხდება
ჯერ პირველად შერჩეული იქნა ვენახები ამა თუ იმ რეგიონში და ცნობილი აპელაციონში, სადაც მიკროზონებში, რომელიც ცნობადობითაც გამოირჩევა უკვე მსოფლიოში და შემდგომ მოხდა კომპანიის, ასე ვთქვათ, მთავარი საწარმოო პარტიის პროექტირება და ზუსტად აქ ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ის თამასა, რასაც საუკეთესო ხარისხი ქვია, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქვია, ზუსტად 20 წლის წინ დავიწყეთ ამ მიმართულებით. ფაქტია, გიჭირავთ ეს თამასა. რაც გამოიხატებოდა, რომ მოწვეული იქნა ჩვენგან ადამიანი და მისი კომპანია ბატონი დონატო ლანათი დოქტორი, რომელიც მსოფლიო ხუთეულში შედის დღემდე. ბოლო მონაცემებიც გამოქვეყნდა ახლა ვაინ ენთუზიასტის ამერიკაში, სადაც ის არის ხუთეულში განსაზღვრულად მსოფლიო მეღვინეებში. ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი კომპანიის მშენებლობაში და პროექტებიდან იმ ხარისხის და იმ ღვინის მიღებამდე, რომელსაც დღეს ჩვენ სტაბილურად ვაწვდით ჩვენს მომხმარებელს. ასევე სიახლეები, რომლებიც არის ყოველ ეტაპზე კომპანიაში, ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი, შეიძლება ითქვას, რა ხდება მსოფლიოში მეღვინეობაში, რა ტენდენციებია, რა სიახლეებია. საკმაოდ აქტიურები ხართ სხვადასხვა სოციალში და აგერ აუდიტორიას ვეთქვი, რომ ყველა ამ სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ბადაგონის Facebook გვერდზე, სხვადასხვა საიტზეც გიდევთ ყველა სიახლეები განახლებული. და იმ ახალ ტექნოლოგიებში, რომლებიც დღეს ესეთი განსაკუთრებულად ვითარდება, როგორც ხელოვნური ინტელექტის მხრივ, ჩვენ ვართ პირველი ნოვატორები, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დავიწყეთ უკვე ვენახების კუთხით, ასევე რა საინტერესოა? კი, ძალიან შეგიძლიათ რომ ეს უფრო ხო და ესე იგი ჩვენ თანამშრომლობთ ამ კუთხით, ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ რომ აქ პრაქტიკულად გამოირიცხა ბევრი ესეთი ადამიანური ფაქტორი, რომელსაც ოდნავად მაინც შეეძლო რაღაც ზიანი მიეყენებინა გარკვეულ პროდუქციაზე და აქ ჩვენ ასე ვთქვათ დამეგობრდით იტალიაში ცნობილ კომპანიასთან, რომელიც უკვე აღიარებულად პირველი კომპანია ღვინის წარმოების მხრივ კონტერნო, რომელიც უკვე მე-11 თაობა ახორციელებს ამ პროდუქციის გამოშვებას და მათ სხვადასხვა პირველ შექმნეს თავიანთი პროექტი ტრაქტორი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს. ეს არის პრაქტიკულად თლიანად გამორიცხავს შეცდომას, ყველა ვენახს იცნობს, ყველა დროს იცნობს, მე პრობლემა ის სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს და ზუსტად პირველი ასეთი მოწყობილობა უკვე მზადდება ჩვენთვის, მორგებული ჩვენ ვენახებს, ჩვენ ჯიშებს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის კუთხით. ხებს აქვს მსგავსი ტექნოლოგია. ვერ გეტყვით ხებს, მაგრამ პირველები ხართ როგორც მე ვხდი, ხო საკუთრებაში. უნდა გინდოდეს ხებსაც გქონდეს. კი, აუცილებლად. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაი მაგალითია. ძალიან კარგი და პირიქით ეს ემარის და ბადაგონის სასტუმროები და პროექტები რომ არის, ინდამი და ემარი. მე მგონი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ორივე დონეს აწევს ზემოთ და ეს ძალიან კარგია. ეს დისკომფორტს არ უქმნის ერთმანეთს? არა, რაც უფრო კარგი და რაც უფრო არის შეჯიბრის ზემოთ და არის კონკურენცია ქვემოთ. ზემოთ ყოფილი ჯობია. საერთოდ მოქმედებს ძალიან ბევრი თქვა ისე ბოდიში. ხო, მაგალითად ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი კონტრიბუციაზე, მაგალითად ალბათ თქვენ იცით რომ მე ვიყავით 90-იან წლებიდან საქართველოში პირველი უცხოელი წარმომადგენელი და საერთოდ ისრაელიდან პირველი დახმარება და პირველი თვითმფრინავი დაჯდა ისრაელიდან, როდესაც მიწისძვრები იყო ონში და საჩხერეში. ახლა ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აქტიურია დღეს და ამ პერიოდის შემდეგ დაიბადა და დღემდე შეიძლება ითქვას, რომ ისრაელიდან კონტრიბუცია თითქმის 5 მილიარდი დოლარი არის დღემდე და საერთოდ მე მჯერა, რაც ველაპარაკე ერთობლივი მუშაობით 2030 წლიდან მარტივად შეიძლება რომ წლიური კონტრიბუცია ისრაელიდან იყოს 1 მილიარდი დოლარი. ზადავართ თანამშრომლობისთვის ფანტასტიკური პროგნოზი. და რა შეიძლება გავაგრძელებ შემდგომ ისე ღვინიდან გამომდინარე აქ პირველ რიგში აკლია ღვინო რა.
აქ პირდაპირ მინდა თქვენ ვისარგებლო თქვენი ეთერით და ბრძანდება ბატონი იციკი მინდა მის რაღაც განსაკუთრებულ როლზე გითხრათ არა მარტო ჩვენი კომპანიის მიმართ ზოგადად ქართული ბიზნესის მიმართ ისრაელის ბიზნესის მიმართ იმ რაღაც უბადლო ნიჭიერებას რომელიც ამ ადამიანს აქვს და რაც თავარია აქვს ძალიან დიდი სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ასე თქვა სტუმარმასპინძლობის ბიზნესში შესვლა როდესაც ბატონი იციკის დახმარებით ჩვენ შევიძინეთ პირველად ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე თავისუფლების მოედანზე სარესტორნო და სასტუმრო პარტი რომელიც ძალიან წარმატებულად რომელიც ძალიან წარმატებულად მიდის საქმიანობს უკვე მერვე წელია შემდგომ მოხდა ამ პარტიის კიდე გავფართოვება ასე ვთქვათ და ეს იყო ამძრავი უკვე ჩვენი ამ კუთხით ჩვენი ბიზნესის განვითარების. შემდგომი ჩვენი მეორე ასე ვთქვათ ძალიან ისეთი საამაყო რესტორანი ეს არის ცნობილი ისტორიული საჩეშნიკე რომელსაც ჩვენ დაუბრუნეთ ძველი დიდება ვერაზე რომელსაც ფლობს ბადაგონი და რაღაც ძალიან საინტერესო კონცეფციით რომელიც დღეს ერთი წარმატებული რესტორანია ჩვენს დედაქალაქში როგორც ჩვენი სტუმრებისთვის ისე ჩვენი თანაქალაქეებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვისაც უყვარდა ეს ადგილი არის რაღაც განსაკუთრებული შეკრების ადგილი. შემდგომ მოხდა ჩვენი განვითარება უკვე კახეთის მიმართულებით, გვაქვს ორი რესტორანი, აქვე მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი ხვაწლი ჰალავერდელი მეუფის დავითის რომელიც ლოცვით და კურთხევით იქნა ჩვენზე ძალიან დიდი ნდობა გამოცხადებული და მის მიერ შექმნილ პროექტში ეგრეთ წოდებულ მაწვრის სახში უკვე შევედით ჩვენ ასეთი მართვაში და იქაც უკვე ბადაგონის სახლი ფუნქციონირებს ასევე ძალიან დიდი წარმატებით და მეოთხე რესტორანი ეს არის შვამთაში ასევე ბადაგონის სახლი და ისევ დაუბრუნდები ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს ამ სფეროში ზომარმასულის არის ალავერდი რეზორტი რომელშიც ძალიან საკმაოდ დიდი 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია იქნა განხორციელებული 100 მილიონ დოლარი 10 მილიონი დოლარი პირველი ეტაპი ეს არის 38 ნომერიანი სასტუმრო მაგრამ არის საერთლიანი თავისი ინფრასტრუქტურით ძალიან მნიშვნელოვანი და რაც გახდა უკვე ამძრავი ჩვენი ურთიერთობის ინვესტორებთან რის მოწმეც თქვენ გუშინ გახდით ასე რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასე დავარქვით ალავერდის რეზორტს რომ ეს არის სულიერება ნაკრძალი ღვინო მეურნეობა ყველაფერი ეს სინთეზია მოყვანილი ისე რომ ადამიანმა კახეთში საქართველოში რაც უნდა ნახოს ჩვენ აბსოლუტურად ყველა სერვისს შევთავაზებთ ადგილზე მაგრამ ამ ყველაფერის დამწყები მაინც ღვინოა რომელიც ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებს ღვინო არის ელჩი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მე არ მეგულება სხვა პროდუქტი ჩვენი ქვეყნიდან რომელიც ყველაფრის მთქმელია ყველაფრის მოყოლია აქ არის ისტორია ტრადიცია აქ არის ძალიან ბევრი სიყვარული ადამიანების ურთიერთობა ძალიან ბევრი საქმიანობა ადამიანების შეკვრა და ეს ყველაფერი მოგცა საშუალება ჩვენ ამით ძალიან ბედნიერები ვართ ძალიან ვამაყობთ და იმ მეგობრებით ბატონი ეციკის კიდე მინდა ხაზი გაუსვა რომ მის ძალიან დიდ ღვაწლს ამ კუთხით უკვე ღვინოში ჩაერთო და მისი გვერდით დგომით გავმეორდები და ვიტყვი რომ ჩვენ შევქმნით რაღაც განსაკუთრებული უნიკალური ქოშერი ღვინო რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ისრაელელ მოსახლეობაში ეს უკვე ჩვენ დაახლოებით 35 ქვეყანაში ვახდენთ ექსპორტს და იქაც აუცილებლად ჩვენს პორტფელში არის ქოშერი ღვინო. თუმცა საქართველოში შეუძლია და რა თქმა უნდა. კი. ფანტასტიკური, მოკლედ ანუ გარდა ამისა, ეხლა ხო, ანუ თქვენ უკვე გახდით საერთაშორისო რაღაც ისეთი ეკოსისტემის ნაწილი, ხო? აი ჩვენი ძირითადი თემა რაც იყო, ხო? ანუ
თქვენ აი გუშინდელი დღიდან ფაქტობრივად გახდით ამ საერთაშორისო ეკოსისტემის ნაწილი და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ ამაში. მე ხარ თქვენთვის ბატონებო, მაქვს პატარა ეს ტრადიციული, მოკლედ ბიზნეს ფეისში გვაქვს ხოლმე ბლიცი. მოკლე, პატარა, თქვენგან დავიწყებ. საქართველო ერთი სიტყვით. მეგობრობის ქვეყანა. ისრაელი ერთი სიტყვით? როგორ შეიძლება? ერთის თუ წინადადებით შეიძლება? ერთი სიტყვით. ну შეგვიძლია ამას რა თქმა უნდა. ალბათ აქციო ბრილიანტად. ყველაზე დიდი შესაძლებლობა საქართველოში. ну ერთ სიტყვით არ შემიძლია, მაგრამ გავაკეთებ იმას, რომ თუ გააკეთებ ინიციატივას და თავ გაწირავ, ყველაფერს მიაღწევ. ფანტასტიკური. და ინვესტორს საქართველოში რას ეთყოდით? აქვს შანსი მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, იმიტომ რომ მხოლოდ ფული ხო არ არის საინტერესო. მაგარი პასუხი. ხო, მას შეუძლია რომ შექმნას ყველაფერი და საქართველოს ამის საშუალებას იძლევა. ფანტასტიკური. და მინდა გითხრა რომ ერთი დასკვნა გავაკეთოთ თქვენი ყველა კითხვების რომ ესე იგი მაინც საქართველოში ბევრ ადამიანს და მინდა ახალგაზრდობას უთხრა. არ არის მთავარი ინვესტორი და მთავარიც არ არის ფული. ესე იგი აუცილებელია იცოდე ტაიმინგი, აუცილებელია ინიციატივა გააკეთო და უნდა იყოს მზად რომ თავი გაწირო. პოლიტიკაში, ბიზნესში და ყველა სფეროში. დანარჩენი მოვა. ფული ბანკებშია, მთავარი პროცენტი დააკლო. ფული ბანკებშია, ინიციატივა, თავის გაწირვა და ტაიმინგი. ყველაფერს მიაღწევს ადამიანი ასეთ მშვენიერ და ფანტასტიკურ ქვეყანაში. კი, მინდა გეთანხმებით, ინვესტორი მოდის, სადაც რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს, თუმცა რჩება იქ, სადაც ნდობას გრძნობს, ხო, ალბათ ეგრეა რა. თქვენთან მაქვს ახლა კითხვა, ბადაგონი 2035 წელს. როგორ ხედავთ? სოფლიო ბრენდი. სოფლიო ბრენდი. მე მგონი ეგ უფრო ბევრად მალე. არა, თანახმარულად, დღესაც არის. დღესაც ხარ პრინციპში, კი ბატონო. ყველაზე თამამი ბიზნეს გადაწყვეტილება, რომელიც მიგიღიათ. სტუმარ მასპინძლობის ბიზნესი. დაწყება ხო? კი. ყველაზე დიდი გაკვეთილი. აი რაც ამ ზოგადად ბიზნესმა გასაუბროთ. გაკვეთილს მართლა ერთი სიტყვით ვერ ვიტყვი, მაგრამ ბიზნესმა სიმამაცე გვასწავლა. და სიფხიზლი. და საქართველოს ბიზნესისთვის არის უბრალოდ დაასრულეთ წინადადება. საქართველოს ბიზნესისთვის 64. 64-ია. გამოწვევა. ფანტასტიკური დასრულება იყო ჩვენი ბლიცის და ზოგადად ჩვენი გადაცემა კი უახლოვდება უკვე დასასრულს. მაგრამ ეს საიდუმლო მინდა გითხრა. ესე იგი ხო არის პარეტოს ასეთი მეთოდი 20-80-20-20. ესე იგი ქოშერმა ღვინო ხო არის მარტივი ღვინო. თუნდაც ეს ფაქტი რომ ასეთი ბოთლი, ასეთი მაღალი ხარისხი ყველა ინვესტორისთვის არის დიდი მაგალითი რომ აქ არის მეგობარი ქვეყანა და ჩვენ 20% ერთობლივად ვეჯიბრებით ერთმანეთს რომ საჩუქრებს ვაძლევთ ძალიან ბევრ სტუმარს და აი ჩამოდიხარ ქვეყანაში და ხედავ ქოშერ პროდუქტს ძალიან მაღალ დონეზე, ხო? ეს არის ქვეყნისთვის დამახასიათებელი და ქვეყნის ხარისხი და ადამიანების ხარისხი და ამიტომ მართლა დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ ასეთი დონის ქოშერი ღვინო გააკეთა. ეს არის ბედნიერება. მეც დიდ მადლობას გეტყოდით, იმიტომ რომ ეს მემორანდუმი მე კიდევ ერთხელ განმეორდები და ზოგადად ეს მოვლენა რაც მოხდა, ეს არ არის მხოლოდ მოდი ესე ვიტყვი ბადაგონის მიღწევა და ბადაგონის წარმატება, ამას ჩავთვლედი როგორც ქვეყნის წარმატებას, იმიტომ რომ აი გარკვეულწილად ჩვენ გავჩდით იმ საერთაშორისო კაპიტალის რუკაზე, ხო, საქართველოს და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო აქტიურად გაჩნდება. თქვენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ეს ძალისხმევას არ კარგავთ, ხო, და ამ ორ ქვეყანას და ორს კი არა, აგერ 35 ქვეყანას ხო ანუ აკავშირეთ ფაქტობრივად 50% ენერგია აქიდება საქართველოს ისრაელი. კი, ну რა თქმა უნდა, კი და აი მადლობა ამისთვის, რომ აი ამ ხიდს აშენებთ და რეალურად აი რაც მოხდა ეს მოვლენა, თქვენი ძალიან დიდი როლია ამაში. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან საინტერესო პოდკასტი იყო, განსხვავებული პოდკასტი იყო. მე აუცილებლად კიდევ მოგიწევთ ცოტა განსხვავებულ თემებზე, იმიტომ რომ დღეს აქცენტი გავაკეთეთ მაინც ამ მოვლენაზე. დღეს არ ვისაუბრეთ შეგნებულად ღვინოზე, თუმცა ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ კიდე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ჩვენ უკვე შევხვდებით ხუთშაბათ ძალიან საინტერესო თემით. მადლობა რომ გვიყურებთ. აუცილებლად თუ ლაივში ასე ვთქვათ ვერ უყურეთ, აუცილებლად ნახეთ ჩანაწერი იქნება დადებული როგორც Radio Spaces გვერდზე, ისე YouTube გვერდზე და ისე Business Spaces გვერდებზე. მე კი ამით დაგემშვიდობებით უკვე ხუთშაბათამდე პოზიტიურ საღამოს გისურვებთ.
IT Tech-ი, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call-ი, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.